მოგესალმებით მეგობრებო, დღემშვიდობისა და მე მინდა გავნაგრძო თვალზე თემა, დავაბოლოო თვალზე თემა. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ მე ვლაპარაკობ ძალიან უბრალო ენით, რომ ყველას გასაგები იყოს. და მინდა, რომ აბსოლუტურად ყველამ გაიგოს მე რა მინდა და რას გულისხმობ, ან თვალზე, ან კარმაზე, ან კიდე ჯადოს განაკეთობებზე. მე არ ვილაპარაკებ ისეთ ენაზე, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ გაიგოს. კიდევ და კიდევ მოგესალმებით და მინდა დღეს დავამთავრო თვალის თემა. ეს კი თვალის თემა კი არ არის დასამთავრებელი, მაგრამ მაინდა-მაინც დავაბოლოვო ეს თემა, რომელიც თქვენ ძალიან დაგაინტერესათ და ძალიან ბევრი წერილები მივიღეთ თქვენგან. დიდი მადლობა, რომ მიყურებთ. დიდი მადლობა, რომ აი ესეთი გულისხმიერები ხართ და ძალიან კეთილი, ძალიან კარგი შთაბეჭდილობა დავტოვე თქვენზე. დიდი მადლობა. და კიდევ მინდა, რომ ვინც ნახავს ამ ჩემ გადაცემას, გულისხმიერად მომწეროს, ან მესიჯი გამომიგზავნოს, ან კიდე მეილზე გამოგვიგზავნოს თქვენი შეკითხვები, თქვენი გულის ადლი, რაც თქვენ გნებავთ. ძალიან კაი ლამაზი გადაცემები გვექნება ჩვენ, რომ ჩვენ სტუმრებიც გვეყოლება, ჩვენთან ისტორიებიც იქნება და გაუძღები მე, ანა ლენორმანი, ამ ჩემს საავტორო გადაცემაში. მაგიური ძალა. მოდით დღეს დავამთავროთ ეს თემა, იმიტომ რომ ესეთი აქტუალური თემა, რაც არის თვალი, ეს არის ჭრელი თვალი, ეს არის შავი თვალი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, რომ თვალი ძალიან მოქმედებს ადამიანზე, ძალიან მოქმედებს ოჯახზე, თვალმა შეიძლება დაანგრიოს ოჯახები, თვალმა შეიძლება ბარაქად წაგართვას, თვალმა შეიძლება ავადმყოფობა და გაავადმყოფოს, თვალს შეუძლია კიდევ ფეხის მოტეხვა. ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება თვალს, რომელიც სიმპტომები მე საერთო სისუსტე მოიტანოს და დაავადებებიც მოიტანოს. ეს არის თვალიდან დაკავშირებული, როგორმა თვალმა თქვენ შემოგხედათ და რა მნიშვნელობა არ არის, რა გულით შემოგხედეს თქვენა. ეს არის თვალისგან, ანტიენერგიული თვალისგან. შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები ვიყოთ, ძალიან კეთილები ვიყოთ, მაგრამ ან ფეხი, ან თვალი გქონდეს ჩვენ უარყოფითი და ზოგიერთი ადამიანისთვის ჩვენ მოვიტანოთ ცუდი, პოზიტიური ან უარყოფითი. და უფრო ჩვენ ვლაპარაკობთ უარყოფითებზე, რომელიც ელემენტალურად უშლის ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ ოჯახებში ხელს. თვალთან დაკავშირებული არის კიდევ ისეთი მომენტები, სადაც ჩვენ ვერ ვსაზღვრავთ, ვისთან გვაქვს ურთიერთობა, როგორი ადამიანებთან ვართ ჩვენ ახლო და ვერ გაიგებთ თქვენ. მანამდე თქვენ არ განიცდით, მანამდე თქვენ არ ნახავთ ვინ არის და როგორი თვალით შემოგხედათ თქვენ და იმის მერე უკვე უნდა ავარიდოთ ჩვენი თავი. ზოგჯერ გამოვდიხართ დილით ადრე და რომელიღაც მეზობელმა თქვენ შემოგხედათ ცუდად, უფრო უკეთესია მოტრიალდეთ და წახვიდეთ უკან სახლში, იმიტომ რომ იცოდეთ, რომ ის დღე იქნება ცუდი. თქვენ ეს უკვე ეს თვალის ამბავი, რომ ამ და იმ ადამიანმა უკვე თქვენ იცით, რომ იმან უკვე თუ შემოგხედათ, უკვე გათვალული იქნებით. ძალიან ბევრი თვალისგან ხდება, რომ სიკვდილიანობაც ხდება, ბევრი თვალისგან ხდება, მაგრამ აქ გამომდინარე რა არის? თუ კარმაში არის ეგეთი მომენტი, რომ ამ ადამიანის თვალიდან თქვენ უნდა გარდაიცვალოთ, ან თქვენ უნდა ცუდად გახდეთ, ის უფრო უვარესდება. მოდით დღევანდელი დღე ჩვენ გამნაგრძოთ კარმასთან დაკავშირებით. მე წინა გადაცემაში ვთქვი, რომ არსებობს კარმა. ეს არის ყოველდღიური კარმა, ეს არის გენეტიკური კარმა, ეს არის რეინკარნაციული კარმა და ეს არის გენეტიკური კარმა. მოდით ეხლა ვნახოთ რა არის, ეს არის ყოველდღიური კარმა. ყოველდღიურ კარმაში შედის ჩვენი ქმედებები, რას ვამბობთ, რას ვფიქრობთ, რას ვაკეთებთ.
და როგორ გავიარეთ ის დღე, რომელიც ყოველდღიურად, ხო, ფაქტიურად. თუ ჩვენ ვფიქრობთ ცუდს, თუ ჩვენ ან ვიწყევლებით, ან კიდე ცუდად ვიფიქრეთ ადამიანზე, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი მიდის კოსმოსში, ეს ყველაფერი შედის კარმაში და ვერაფერმა ჩვენ ვერ გვიშველის ვერც ერთმა ეკლესიამ ვერც ერთმა მღვდელმა, რომ თქვენ თუ მოკალით ადამიანი ან თქვენ თუ უსაფუძვლოდ ადამიანს აწყეინეთ, იმას ვერაფერმა ვერ უშველის. თუ თქვენ თვითონ არ მიხვედით, თუ თქვენ თვითონ ბოდიში არ მოუხადეთ და იმისი ანგელოზი, იმიტომ რომ ყველას აგვაქვს ჩვენი ანგელოზები, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი ანგელოზი. ამავე თეთრი ან შავი ანგელოზი, ხო, ჩვენ მივდივართ, ვაკეთებთ რაღაცა ცუდს, ხო, ან ვფიქრობთ რაღაცა ცუდს, ან ვასრულებთ რაღაცა ცუდს, ან ურტყავთ ვიღაცას, ან კიდე ცუდად ვექცევით, ან უსაფუძვლოდ ეჭვი გვაქვს ჩვენა, მაგრამ აქედან გამომდინარე, აი ეს ეჭვიანობა, აი ეს უსაფუძვლო ჩვენი უარყოფითები ყოველ დღე ეს ილექება კოსმოსში და ხდება ყოველდღიურ კარმაში. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყოველდღიური კარმა შენ ვერ შეაჩერებ. ის მიდის ზემოთ და ვერც ერთმა ლოცვამ, ვერც ერთმა ბოდიშმა თქვენ ვერ გააკონტროლებს თქვენ კარმას. იმიტომ რომ აქ გამომდინარე აქედან აი ყოველდღიურ კარმასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა სიფრთხილე გქონდეს, უნდა 7 ჯერ გავზომოთ, მერე ერთხელ გავჭართ ჩვენი სიტყვები, არაფრის დიდებით არ უნდა დავიწყევლოთ, არაფრის დიდებით არ უნდა ვუთხრათ ცუდი ადამიანს, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით ის როგორ იფიქრა ჩვენზე, ან რა ხდება და აი ოჯახებში ხდება უცაბედი, აი ჩხუბები, კამათები, ან დედაშვილთან, ან ბებია, ან აი ხდება ეს ხაოსური სიტუაცია. ეს არ არის ეგეთი, მძიმე კარმაში რაც შედის. გეშინიათ ამაზე. კარმაში რა შედის პირველ რიგში? ეს არის ხელის აწევა, ეს არის უსაფუძვლო ეჭვები, რომელიც მერე ღრნის ადამიანის ფსიქიკას და მერე ეს აღრმავებს. აი ეს შედის ყოველდღიურ კარმაში, კვლელობა ეს ხო სასიკვდილო კარმაა და აქედან გამომდინარე უკვე ამაზე აღარ ვლაპარაკობთ ამაზე და ეს ყოველდღიური კარმა, რომელიც ძალიან მოქმედებს როგორც ჩვენ რეინკარნაციულ კარმაზე, ისე ჩვენ ოჯახებზე, ისე ჩვენ შვილებზე, ისე ჩვენ შვილიშვილებზე. ძალიან ბევრი ვიცი მე მეზობლები ერთმანეთს ეჩხუბებიან, ზოგი იგინება, ზოგი იწევლება, ზოგი იფურთხება, საშინელება ხდება, ხო, დღევანდელი დღით უფრო უმეტესობა. ადრეც იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი ილექება ყოველდღიურ კარმაში და მერე ჩვენ ვიღებთ უკვე აი ამ შედეგებს, რასაც ქვია უკვე უარყოფით შედეგებს, ეს დალექილი. და ჩვენ კი ვამბობთ, აი წავედით ეკლესიაში, ვიზიარეთ, ზეთიშევის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველდღიურ კარმაში რაღაცა ეს შეცდომები თქვენ აღიარეთ. აღიარება შეცდომების მაშინ არის, როცა თქვენ მიბრძანდებით იმ პიროვნებასთან და ბოდიშს მოიხდით და მეორედ აღარ გაიმეორებთ, მარტო გამეორება არ არის. თავშიც არ იფიქრებთ, იმიტომ პირველ რიგში ეს არის ტვინის უჯრედი, რომელიც ჩვენ რა ქვია ეს ტვინის უჯრედთან დაკავშირებით, როცა ჩვენ ვფიქრობთ, როცა ჩვენ აზროვნებაში, აი გინდას რომ მე არა ვთქვა, არავინ არ გამოვლანძღო, მაგრამ ჩემ გულში ვფიქრობ ცუდს ადამიანზე, ხო, ესეც არის უკვე დანაშაული აი ამ ყოველდღიურ კარმაში ეს იწერება და მერე ჩვენ ვიმკით უკვე ჩვენ შვილებზე, ჩვენ შვილიშვილებზე და დანარჩენი ჩვენი კარმაში იწერება უარყოფითი. ეს არის ყოველდღიური კარმა, სადაც ჩვენ უნდა სათუთად კი ზოგიერთი არ სჯერავთ, არც კარმასი, არც რეინკარნაციის და არც ისა, მაგრამ რო დაუფიქრდეთ და დაჯდებიან, რატო ხდება ჩემ თავზე, აი ეს კითხვები როცა გებადებათ უკვე, რატო ხდება ჩვენ თავზე, ჩვენ კი არ უფიქრდებით, რა გავაკეთეთ ჩვენ, ხო? ვინ დავწყევლეთ, ვიზე ცუდად ვიფიქრეთ, რა გავაკეთეთ, ხო? აი იმიტომ გამომდინარე, ჩვენ იმას ვამბობთ, რომ
აი ეს ყოველდღიური კარმა არის ძალიან საშიში, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი დანაშაული მოიტანოს ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენი შვილების ცხოვრებაში. არსებობს გენეტიკური კარმა. გენეტიკურ კარმასთან დაკავშირებით ეს არის მშობლიური კარმა. რა გააკეთეს ჩვენმა მშობლებმა? ან იმათმა მშობლებმა, ან ბებიებმა, ან ბაბუებმა არიან ეგეთი მომენტები, სადაც მიდის 7 გზის წყევლებიც. არის ეგეთი, რომ ვიღაცა რომელიღაც ბაბუამ როგორც სადღაც სოფელში ან სადღაც მოუკლია ვიღაცა ადამიანი, მაგრამ ჩვენ ეგ არ ვიცით, ხო? ჩვენამდე ეგ არ მოსულა, მაგრამ აი ეს კარმული დაზიანება, რომელიც არსებობს, ეს მოქმედებს 7 თაობაზე. არსებობს კიდე ისეთი, რომ წყევლა არის ვაზის წყევლა, არის რომელიღაც ხის წყევლა, ეს არის კაკლის წყევლა, ხო, დაწყევლა რომელიღაც ვაზმა, რომელიც მოჭრეს, არასწორად მოჭრეს, ვაზი იყო ცოცხალი, მოჭრეს ეს ვაზი და დაიწყევლა თვითონ ვაზმაც, თვითონ ოჯახი დაწყევლა და ეს ყველაფერი მერე ილექება გენეტიკურ კარმაში. არსებობს ბევრი არასწორი მიმართულება, რომელიც იწევლებოდნენ ბებიები, ბაბუები, ან რაღაც არასწორი გააკეთეს. აი ზუსტად როგორც ეგ ძალიან წააგავს ყოველდღიურ კარმას, ხო? იმათი ყოველდღიური კარმა, რომელიც ეგენი დანაშაული ჩაიდინეს, დღეს აი ამ გენეტიკურ კარმაში ვიმყოფს, აი შეიძლება დაჟე იყოს მე-7 თაობა, იყოს მე-6 თაობა, იყოს მე-3 თაობა. აი ვიმყოფთ ჩვენ იმათი დანაშაული და იმას ვეუბნებით, რომ რა ხდება ჩვენ თავზე, რა გავაკეთოთ, რომ ამ კარმისგან ჩვენ განთავისუფლდეთ. ძალიან ბევრი მჩხიბავები მე მესმის, რომ მოდიან ჩემთან ძალიან ახლობლები და მეუბნებიან, მე კარმა გავიწმინე, კარმას ვერ გაწმინდავთ. ეს არის დიდი ტყუილი, ვინც ვიღაცა თქვენ მოგატყუებს. კარმა უნდა დაიბლოკოს, რომელიც ამ დაბლოკვასთან ერთად თქვენ დროებით შეაჩერებთ მაგისის სვლას. და აქედან გამომდინარე, თქვენ გაისუფთავებთ თქვენ რომელიღაც გზას, ეს იქნება ბარაქის გზა, თუ იქნება ეგ სასიყვარულო გზას, გაანთავისუფლებთ აი ამ მძიმე კარმიდან, რომელიც წყევლიდან, რომელიც მოდის, ხო, თქვენ ოჯახებთან დაკავშირებით. აი ეს კარმა ყველაზე მძიმეა, რაც შეიძლება ადამიანის თავზე მოუვიდეს და რაც ჩვენ ოჯახს ძალიან ეხება. შეიძლება ადამიანები ეხლა ძალიან ბევრი არიან, აყვანილი ბავშვები ყავთ და არიციან, ვინ იყო მშობელი, ვინ იყო თავისი ბებია, ვინ იყო ისა, ხო, ის აყვანილები ვინც არიან. იქ უკვე აუცილებლად უნდა გაკეთდეს აი ეს კარმული დიაგნოსტიკა, რომელიც ამ კარმულმა დიაგნოსტიკა დაადგენს მშობელმა, რომელიც გაზარდა, არ უნდა დამალოს ფსიქოლოგთან ან ასტროპარო ფსიქოლოგთან, შეიძლება ის არ ეტყვის თავის შვილს, გაზრდილ შვილს, მაგრამ თვითონ ასტროპარო ფსიქოლოგთან, ვისაც თქვენ ენდობით, არ უნდა დამალოს, იმან გააკეთებს აი ამ სპეციალური დიაგნოზი, რომელიც არსებობს კარმული დიაგნოსტიკა, გავარკვევთ, რა იყო, სად იყო აი ეს ძირითადი არასწორი მიმართულება აღებული მშობლებისგან, ეს არის ქალების მხარე არის ქალებზე, რომელიც მოქმედებს, მამაკაცების მხრიდან არის ბიჭებზე, რომელიც მოქმედებს და 7 თაობაზე ესე გადავა და აქედან გამომდინარე, უკვე პროფესიონალმა შეიძლება თქვენ მოგცეთ აი ეს რჩევები, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები და ჩვენი შვილიშვილები. და ფაქტიურად მაგალითად ავიღოთ ჩვენ კარმული დიაგნოსტიკა სამაგისოდ რომ ბებიებისგან მოდის, ხო, ელემენტალურად, აი პაპისგან ან ბებიისგან, მაგრამ ჩვენ ეს გზა უნდა აუცილებლად გავთვალოთ. ეს ბიჭზე მოქმედება მიმდინარეობს, იმიტომ წინა ცხოვრებაში ყველელი ამ ცხოვრებაში აუცილებლად იქნება მოკლული. ეს არის აქსიომა. ეს ერთი რამე იცოდეთ, რომ აქ კარმული დაზიანება როცა მიმდინარეობს და თქვენ ხედავთ, რომ თქვენ ოჯახში რაღაცა ხდება, აი არიან ისეთი ოჯახები, სადაც სიკვდილიანობაზე მიდის, არის ოჯახები, სადაც დედა, მამა, ბებია, ბაბუა, значит, აქ რა ხდება, რაღაცა კარმაში არის რაღაცა მომენტი, მარტო ჯადო არ არის, მე ჩვენ ჯადოებზე ვილაპარაკებთ შემდეგ გადაცემებში, მაგრამ აქ კარმულთანაც შეიძლება იყოს დაზიანება, სადაც ჩვენ აუცილებლად უნდა გადავხედოთ, რა ხდება,
ხო, რა მოხდა იმ ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში, რა დანაშაული იყო, ვინ ჩვენ არ გვიყვება, რა დანაშაული იყო ჩადენილი, რომელიც ჩვენ უნდა აუცილებლად, იმიტომ რომ აქ მისიაც გვიდგება, ჩვენ მოვედით რაღაცა მისიის შესასრულებლად. შეიძლება ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს მისია, რომელიც ჩვენ მოყვა უკვე აი ამ კარმიდან, გენეტიკური კარმიდან, რომ უნდა ჩვენ შევასრულოთ ეს მისია და ჩვენ უნდა როგორც გარდა შესრულებისა კიდე უნდა გავაგრძელოთ იმისი ასრულება. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ კარმა ყველაზე მძიმე სენია, რასაც ქვია სენთან დაკავშირებით, იმიტომ კარმაში შეიძლება იყოს დაავადებებიც, კარმაში შეიძლება იყოს დანგრევები ოჯახების, კარმული დაავადებები, ძალიან ბევრია აბსოლუტურად, რომელიც შეიძლება ადამიანის ბიოველზე ძალიან იმოქმედოს და ჩვენ ფაქტიურად ამ სენისგან ჩვენ არ ვართ დაზღვეულები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ გარშემო ტრიალებს, როგორც ხილავი სამყარო, ისე უხილავი სამყარო. ხანდახან ვამბობ, ეს არაფერი არ არის, მე ძალიან ძლიერი ვარ, ბიოენერგია ძლიერი მაქვს, მაგრამ ფაქტიურად ჩვენ უძლურები ვართ კოსმოსთან დაკავშირებით, ჩვენ უძლურები ვართ კარმასთან. ჩვენ ხო არ ვიცით, რა მისია გვადებს, რით მოვედით, რა უნდა გავაკეთოთ, რა ხდება ჩვენ თავზე, ხო, ელემენტალურად, რა ბედით ვართ მოსულები. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის კითხვა ჩვენივე თავთან გვაქვს, რა ხდება ჩვენ თავზე, რა უნდა მოხდეს და რატო ხდება, ხო? აქედან გამომდინარე, აი ეს შეკითხვები და ეს ყველაფერი უკვე როცა ვიცით ჩვენ სად არის უარყოფითი დაბუდებული, იქიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია უკვე დავეხმაროთ სამაგისოდ, რომ გამოგიყვანოთ ამ მდგომარეობიდან და სწორ მიმართულებაზე დავაყენოთ. არის გენეტიკურ კარმასთან დაკავშირებული. გენეტიკური კარმა იმისთვის არის, ვინც დააშავა ეს ბებიები, ბაბუები, ჩვენი წინაპრები, სადაც დანაშაული იყო ჩადენილი, ძალიან ახლო არის აი ამ ყოველდღიურ კარმასთან, იმიტომ რომ ეგენი ყოველდღიური კარმა დაარღვიეს, ხო? ჩვენ ხო ვარღვევთ ყოველდღიურ ყოველდღიურ კარმას, ან არ ვარღვევთ, ხო? აი ზუსტად ეს არის ყოველდღიური კარმის დარღვევა და ეს არის ბებიების, ბაბუების და წინაპრების, ჩვენი წინაპრების დანაშაულები, რომელიც ჩვენ ვიმკით ამ ცხოვრებაში. ეს არის გენეტიკური კარმა. ძალიან ბევრისგან კიდევ მესმოდა, რომ პაპაჩემა ვიღაცა მოკლა, ან დაჟე მესმოდა მე, რომ გველი მოკლა და იმისი წყევლა ხო არ არის ჩვენ ოჯახზე, ფუძე ესე არ ქმევდნენ უფრო ზოგიერთი კუთხიდან გამომდინარე და შევხედავდით თუ ეს მართლა ეგრეა, თუ მართლა პორტალია ღია, პორტალებზე გვექნება ლაპარაკი, თუ პორტალი არის ღია, ეს არის საიდანაც გამოდის უარყოფითი ძალები, მაშინ ეს პორტალი უნდა აუცილებლად ჩაიკეტოს, რომ იქიდან უკვე აღარ გამოვიდეს ეს უარყოფი და აღარ შეგვიშალოს ხელი ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ოჯახებიც, ბავშვებიც, შვილები, შვილიშვილები არიან, რომელიც მარტოები არიან და ვერც ოჯახი ვერ შექმნეს, ვერც შექმნეს თავისი ცხოვრების გზა ვერ გაიკვლიეს, ხო? არიან ადამიანები, რომელიც ეგრე ამბობენ, შინაბერები, ან კიდე ეს მამაკაცები, რომელიც ზოგი ჰოროსკოპს აბრალებს, ზოგი ბედს აბრალებს, ზოგი დედას აბრალებს, ზოგი მამას აბრალებს. ხო, ბევრი შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, ზოგი ვის რა ის აქვს, ზოგი სახლი არ მაქვს, ზოგი კარი არ მაქვს, ზოგი, 1000-ნაირი. ვერ იპოვა თავისი გზა, მაგრამ დაბრალების უნარი ძალიან ბევრია, ხო, დღევანდელი დღით ჩვენ ცხოვრებაში. და აქედან გამომდინარე, მაგალითად ავიღოთ ახლა შინაბერები, ხო? ეს არის რომელიც გოგოები არ გათხოვდნენ. რა ხდება აქ? აქ არის უკვე კარმული დაზიანება. შეიძლება წინა ცხოვრებაში, აი უკვე ეს არის რეინკარნაციული კარმა, წინა ცხოვრებაში ან მონაზონები იყვნენ, თავისი მისია არ შეასრულეს და მოვიდნენ ამ ცხოვრებაში, რომ შეასრულონ თავისი მისია, ხო?
ეს არის უკვე რეინკარნაციული კუთხე. ჩვენ განვიხილეთ, значит, ყოველდღიური კარმა, ჩვენ განვიხილეთ გენეტიკური კარმა, ეხლა უკვე ჩვენ გადავდივართ რეინკარნაციაში. რა არის ერთ-ერთი რეინკარნაციული კუთხე? მოდით მე თავისუფალი ენით თქვენ აგიხსნით, ეს არის წინა ცხოვრება, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანი არ სჯერა, მაგრამ არაფერი არ ხდება ისე რა. ჩვენ მოვდივართ კოსმოსიდან, ჩვენი ცხოვრება ჩვენ კი არ ვანალებს კოსმოსიდან, აი როგორც წიგნი, აი ესე დაწერილია, რა უნდა მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში, ხო? თან გვიდევს იქ მისია. ნუ ვართ ან შულდოსანი, ან ლომი, ნუ ძალიან კაია ეს ჰოროსკოპი და ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ ჩვენ კიდე არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მისია რაში გვიდევს და რა უნდა შევასრულოთ. აქედან გამომდინარე კიდევ აი ამ დიაგნოზმა ასტრალურმა ჩვენ გვირჩევს რა მისია ჩვენ გვიდევს და რა უნდა გავაკეთოთ. აი ეს შინაბერებზე, რომელიც ეხლა მქონდა ლაპარაკი, ეს არის კარმული ერთ-ერთი დაავადება, რომელიც წინა ცხოვრებაში რომელიმე 3 რეინკარნაციაში, 15 რეინკარნაციაა, 3 რეინკარნაციაში, აი ამ ადამიანებმა ვერ შეასრულეს თავისი მისია და დღეს კიდევ მოვიდნენ შესასრულებლად, მაგრამ ვერ ასრულებენ, ხო? ნუ ბედი არა მაქვს, ეგრე ამბობენ. არა, ბედზე არ არის აქ ლაპარაკი. ადამიანს შეუძლია თავისი ბედის მონახვა, ოღონდ სწორ მიმართულება თუ აიღო. არიან წუნია ქალები, არიან წუნია მამაკაცები და არ უფიქრდებიან, რომ შეიძლება და მისია მიდევს, რომ მე დავოჯახდე. ეგეც ხდება ამ ცხოვრებაში და ჩვენ ამას არ ვუფიქრდებით. იმიტომაც ჩვენ გვჭირდება ეს დიაგნოზი, კარმული დიაგნოზი აუცილებლად გასაკეთებლად, რა მისია გვიდევს, რა ნაკლი დგას ჩვენ ცხოვრებაში, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ჩვენ ეს მისია შევასრულოთ და რა გვიშლის ამაში ხელს. და როცა გვეცოდინება, უკვე ვიქნებით შეიარაღებულები და უკვე გვეცოდინება რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ. იქ უკვე იხსნება ჩვენი კარმული კვანძი, სადაც ამბობენ ეს კვანძი, რომელიც ჩვენ აუცილებლად ჩვენ გზას გვიჩვენებს სასიკეთოდ. არის მძიმე პერიოდებიც, მაგრამ ეს მძიმე პერიოდებიც შეიძლება რომ ადამიანმა გაიაროს ადვილად და ძალიან წყნარად. მამაკაცების შემთხვევაში ეს უცოლობა ან კიდე ადამიანები ძალიან ხშირად მეუღლეებს იცვლიან, ხო? როგორც ქალები იცვლიან მამაკაცებს, ისე კი ძალიან დიდი ჩვენ გვაქვს ესე, რომ აი არიან ეგეთი ადამიანები, ჰოროსკოპითაც დაბადებულები, რომელიც აი ძალიან მერყევითი ადამიანები, ყველაფერი მართლა კარმაშიც არ შეიძლება ვეძებოთ ჩვენ ისა, მაგრამ კარმული კვანძი კიდე ყოველთვის ყველასა გვაქვს აბსოლუტურად და ის კარმულ კვანძთან აუცილებლად ის უარყოფითი, რომელიც ჩვენ გვაქვს ან ხასიათში, ან ჩვენ ქმედებებში, აუცილებლად აი ამ კარმულ კვანძთან მაინც იბმევა და იმიტომაც აქ კარმული დაზიანება აი ამ კარმულთან დაკავშირებით ჩვენ ვართ ძალიან ახლო. ეს არის რეინკარნაციები, ეს არის გენეტიკურ კარმასთან და არსებობს კიდე კარმები, რომელიც აი ოჯახში იბადება 3-4 ბავშვი, ხო? ამ 4 ბავშვის განმავლობაში ერთი ბავშვი შეიძლება იყოს კარმულად იმისი შვილი, ხო? და სხვა შვილები იყვნენ კარმულად აბსოლუტურად სხვები. იმიტომ ხასიათებითაც არ გვანან ერთმანეთს, ან კიდე ვიზუალით სადღაც გვანან ერთმანეთს, მაგრამ ფაქტიურად არ გვანან თავისი ქმედებებით, თავისი ცხოვრებით. ძალიან ბევრი ოჯახებს ვიცნობ, მაგალითად მე, რომელიც ერთ ოჯახში 3 ბავშვია, მაგრამ 3 სხვადასხვა. ელემენტალურად და აქედან გამომდინარე, აქ კარმულად როცა გავაკეთეთ დიაგნოზი, კარმული ბავშვი იყო წინა ცხოვრებიდან გამომდინარე 2, 1 არა. და იმიტომაც ის ეწინააღმდეგებოდა ამ 2-ს. ის ბავშვი, სულ სხვანაირი ბავშვი იყო, უფრო მოსიყვარულე იყო თავისი მშობლების, ვიდრე ის კარმული ბავშვები.
ზოგჯერ ხდება რომ ის კარმული ბავშვი უფრო კარგია ვიდრე არაკარმული ბავშვი, ხო? აი აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვის ადამიანმა, რას ამბობსო ეს ქალბატონიო, რა კარმა, მე გავაჩინეო ეს შვილები. კი, თქვენ გააჩინეთ შვილები. თქვენია ეს შვილები, არავინ არ გართმევს თქვენ, რომ არავინ არ გეუბნებათ, რომ თქვენი შვილები არ არიან, თქვენი გაჩენილები არ არიან, მაგრამ კარმა არის რა, იქიდან მოსული ადამიანი, თავისი მისიით, თავისი კარმულად შეიძლება არ იყოს თქვენი. აი, ზოგჯერ ხდება ისე, რომ შვილმა მოკლა დედა, შვილმა მოკლა მამა. რანაირად არის თქვენი შვილი კარმულად? კარმულად თქვენი შვილი ეს უნდა იყოს მოსიყვარულე. არა აი ეს პიროვნება, რომელიც არის ლელები, ან აგრესორები. ჩვენ ვილაპარაკებთ პატარა ბავშვებზე, სადაც არიან აგრესორი ბავშვები, რომელიც ყველაფერს ტეხავენ. ეს შემდეგ გადაცემებში გვექნება ჩვენ, მაგრამ აი ეხლა აი ამ კარმასთან დაკავშირებით ჩვენ დიდი თემაა მართლა, მაგრამ მე მინდა რაღაცნაირად ჩავტიო ეს თემა უფრო პატარა იმითი რომ გაიგოთ თქვენ, რომ შეიძლება თქვენვე გააჩინოთ თქვენივე მკვლელი. თქვენვე გააჩინოთ თქვენივე აგრესორი. ყველაფერს აქვს დაფიქრება აქა და იმიტომაც ბავშვი როცა იბადება, ჩვენ უნდა აუცილებლად იქამდეც გავაკეთოთ ჩვენ დიაგნოზი, როგორი ბავშვი გვეყოლება, რომელი კარმით დაიბადა, ჩვენიალი იგი, ან კიდე როცა ვზდით, როგორ უნდა გავზარდოთ, რომელი სწორი მიმართულება უნდა ავიღოთ, თუ არ არის ჩვენი კარმული შვილი, რომ ის მერე აგრესორად არ მოგვევლინოს. ძალიან ბევრი დღევანდელი დღე ძალიან ბევრი ბავშვები არიან, რომელიც წინააღმდეგობას უწევენ თავის მშობლებს. წინააღმდეგობას, რატო? რა ხდება? აი ეს არის გასარკვევი. არიან თქვენი კარმული შვილები და როგორ შეიძლება რომ ეს ბავშვები ცოტა მოვიყვანოთ თავის თქვაზე რომ თავისივე თავი არ დააზიანონ მომავალ ცხოვრებაში. აი აქედან გამომდინარე, აი ეს რეინკარნაციული კარმა ძალიან სათუთია და ვფიქრობ, რომ ეს რეინკარნაციას აუცილებლად უნდა ჩვენ ყურადღება მივაქციოთ, იმიტომ რომ რეინკარნაციაში კიდევ ამბობთ, ძალიან ბევრი როგორც დადებითი არის, ისე უარყოფითია, როგორც დადებითი ბავშვები იბადებიან და ადამიანები, იმიტომ რომ ბავშვი იბადება რეინკარნაციიდან გამომდინარე და ჩვენ ოჯახებში მერე ვზდით ან ძალიან კარგს და კეთილ ადამიანად, ან კიდე აგრესორს და საშინელ ადამიანს, რომელიც ჩვენვე მერე გვიტრიალდება და ჩვენივე მერე პრობლემას ჩვენვე ხვდიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვები ვიციან, ძალიან ბევრი ოჯახები ვიცი, რომელიც ამითი, აი დედა, შვილი, აი მტრად არიან, აი არაფერი, აი მთელი თავის ცხოვრება დედამ გაუკეთა შვილისთვის ყველაფერი, მაგრამ რო გეტყვიან, შენ მე რა გამიკეთე? მარტო რომ გაგაჩინათ, მარტო რომ გაგზარდათ, მარტო რომ ეს ყველაფერი იკარქება. და რა ხდება? აქა, რატო ხდება? იმიტომ რომ ეგ არ არის თქვენი კარმული შვილი, იმიტომ რომ თქვენ არ იცით, როგორ უნდა მიმართოთ ამ ბავშვს, როგორი გენეტიკა უდევს შიგნით. და რა ხდება? როგორ უნდა გაზარდოთ, ან როგორ უნდა მიმართოთ ამ ბავშვს. შეიძლება გაჩუმებით, შეიძლება უნდა გაეცალო ამ პიროვნებას, რომ შენ არ მიგაყენოს, აი ეს ძალიან ცუდად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დედა კი ელოდება თავის შვილისთვის, ან სიბერეში რომ მოგივლის, ბოლო-ბოლო იმ შვილმა აიღებს და სადღაც უსახკარო ბებერთა სახლში გაისტუმრებს თავის მშობლებს, ხო? ელემენტარულად ეგეც ხდება, ხო? და აქედან გამომდინარე, რომ ამბობ, ცუდი შვილია, არ არის ცუდი შვილი. ეგ რო თავის რეინკარნაციით ყოფილიყო თავის დედასთან და კარმულ დედასთან, ეს იქნებოდა ძალიან კაი შვილი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა მოხდა, ხო? როგორი რეინკარნაციით არის და რა ხდება კიდევ რეინკარნაციაში, რომ ის შვილი წინა ცხოვრებაში იყო ან ძმა, ან და თქვენ რაღაცა თქვენმა სულმა რაღაცა დააშავა და ამ ცხოვრებაში მოგივლინათ როგორც ტანჯველად. აი ყველაფერი აქ უნდა ჩვენ
ეს გავარკვიოთ. და მაშინ დედისთვის, მამისთვის, მშობლისთვის ეს იქნება ძალიან ადვილად გადასატანი და გვეცოდინება როგორ უნდა მოვიქცეთ. აი ეს არის რაც ქვია რეინკორნაცია. კი, რეინკორნაციაში ძალიან ბევრი კიდევ სათქმელი გვაქვს და ეს შევხვდებით ჩვენ ამ რეინკორნაციებზე, ეს ჯადოს მე ახსნე ჯადოს განაკეთებების სიმპტომებზე, იმიტომ ყველაფერთან აბსოლუტურად ჩვენ იცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს კარმული კუთხე, სადაც ეს კარმული კუთხე ძალიან მოქმედებს როგორც ჩვენ ოჯახებში, ისე გარე და აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ აი ამა და ამ წელს, ხო, იქნება ეს, даже წინასწარმეტყველეობაზე, ხო, ძალიან მოქმედებს ეს რეინკორნაციის კარმა, რომელიც ჩვენ გვიმეორებს, რაღაცა წარსულის შეცდომები, წარსულის სასიკეთო. აი ეს ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენ რო გვეცოდინება, აბსოლუტურად, ხო, ეს მაშინ უკვე ჩვენ ადვილად ხვდებით ამ დაბყოლებებს, ადვილად ხვდებით ჩვენ აი ამ არასწორ ნაბიჯებს, რომელიც დგავენ ჩვენი ან ოჯახის წევრები და უკვე გვეცოდინება, რომ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენივე თავი ჩვენ დავიცვათ. აი ეს არის რეინკორნაციული, რაც ცოტა მინდოდა, აი ესე ამეხილა თვალები რეინკორნაციასთან შესახებ. შემდეგ გადაცემებში ჩვენ გვექნება ლაპარაკები კიდევ რეინკორნაციაზე, ყოველდღიურ კარმაზე, აი ეს გენეტიკური კარმა, იმიტომ რომ ეს ძალიან მოქმედებს თვალზეც, ადამიანის ძალიან მოქმედებს აი ეს ავადმყოფობაზე, როგორი დაავადება, რამდენი ჩვენ ჩაკრები გვაქვს, რამდენი რატო ხდება ადამიანი ავად, რა ხდება ჩვენ შვილების თავზე, როცა აი ავიღოთ ბავშვები, რომელიც იბადებიან, არიან აგრესიულები, ყველაფერს ტეხავენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი მაგათი ცენტრალური ნერვიული სისტემა არის დაზიანებული, მაგრამ ჩვენ კი არ ვფიქრებით პარანორმალური კუთხით, რა ხდება ჩვენ შვილებზე, ხო? ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ბავშვია და ელემენტალურად უნდა გატეხოს, უნდა აქტიური იყოს, არ უნდა იჯდეს ერთ ადგილზე, მაგრამ აქედან გამომდინარე, ჩვენ ხომ არ ვიცით რეინკორნაცია ან გენეტიკური კარმასთან დაკავშირებით რა ხდება ამ ბავშვებში. შეიძლება ჩვენ მერე აგრესორი მივიღოთ, ან შეიძლება მერე თუ ძალიან წყნარია, შიგნით უნდა შევხედოთ, რა დევს ადამიანის აი ამ სულში, ხო? რატოა გაჩუმებული ადამიანი, რომ ხო არ არის ბოროტება დაგროვილი. აი ეს პარანორმალური მოვლენა, თუ ხარ ადამიანი, თუ გაქვს აურა, რომელიც უნდა იყოს შვიდფერიანი, ეს ცისარტყელასავით უნდა წინავდეს, მაგრამ არსებობს, როცა ბავშვი იბადება, აქვს თავისი გაკვეთილი ფერები, ეს არის ხან წითელი, ხან და აი აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ გვაქვს უკვე წითელ ფერთან დაკავშირებით, ხო, ეგ უკვე გაღიზიანებასთან არის და ბავშვი იქნება ყოველთვის გაღიზიანებული, ტირალა ბავშვი იქნება და თუ ამასთან ერთად კიდე დაემატა ის, რომ რუხი ფერთან არის, ან კიდე მაგალითად ავიღოთ ესე, რომ აი წითელი ფერი ან ყვითელი ფერთან, ნაჩვენად ეს უცბად გაღიზიანება მოხდება, მერე შეიძლება ბავშვი იყოს ძალიან ნებიერი. მეორე შეიძლება იყოს ძალიან ჯიუტი, ხო, რუხი ფერი თუ ასოცირდება, ჯიუტი ბავშვი გაიზრდება და ჩვენ ძალიან ადამიანებთან ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი აი ეს დაბყოლებები ბავშვებთან ერთად. არიან, რომელიც ბავშვები არიან, რომელიც უფრო მწვანე ფერთან არის დაკავშირებული, არის ბავშვი, რომელიც და აი ამ მწვანე ფერთან დაკავშირებით კიდე სხვა ფერი, წითელი ფერი, ეს значит ფინანსურად იქნება ყოველთვის აგრესიული, ხო? ну ძალიან ბევრი ჩვენ ამაზე განვიხილავთ ძალიან ბევრი აი ამ ფერებთან დაკავშირებით როგორი ფერებთან იბადება ჩვენი შვილები და ჩვენ უნდა რომ განვიხილოთ ეს ამბავი პარანორმალური კუთხიდან და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი პატარა ბავშვების ჩვენი მოზარდეების ვინ არიან ეს ბავშვები რა ხასიათის ბავშვები იზრდებიან კიდევ გადავდივარ მე რომ როგორი რეინკორნაციით არიან დაბადებული სად არის ეს მაგათი კვანძი რა მისია უდევთ ხო აი
კიდევ გადავდივართ ჩვენ აი ამ კარმებში, გენეტიკური კარმაში და აი გენეტიკური კარმა კიდევ ამბობ, რომ იქ საშიშროებები არსებობს და ის შეიძლება ჩვენ მოგვივლინდეს როგორც საშიშროება ან დაავადების სახით, ან კატასტროფების სახით, მაგრამ რეინკარნაციული კარმა აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება მოგვევლინოს როგორც ხასიათები, როგორც არასწორი მიმართულება, როგორც მისიათი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა თვალყური ვადევნოთ აი ამ რეინკარნაციული კარმის დაავადებასთან დაკავშირებით. ნუ ეგ დაავადება არ არის, ეს არსებობს, არის და იქნება კიდევაც ყოველთვის მანამდე დედამიწა და ბიოენერგიები არსებობს. როგორი ენერგიის პატრონია, არის დადებითი ენერგიის პატრონი, არის უარყოფითი ენერგიის პატრონი ჩვენი შვილი როცა იბადება, ხო? როგორი ენერგიის პატრონია? აი ეს ყველაფერი როცა ჩვენ გვეცოდინება მშობლებს, ჩვენ როცა გვეცოდინება რომ ბავშვი დაიბადა ამა და ამ წელს, ამა და ამ რიცხვში, მე რა რომ დაიბადა კირჩხიბი ან დაიბადა ლომი ან დაიბადა, ყველას ერთნაირი ჰოროსკოპი კი არ მოქმედებს. შეიძლება ერთი ლომი იყოს ძალიან ნებიერი, მეორე იყოს აგრესიული და მკვლელი. რატო ხდება რომ ერთი მე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ ძალიან ბევრი ჰოროსკოპზე, როგორ უნდა ჩვენ დავსახოთ ჩვენი ჰოროსკოპი და როგორ უნდა მოусმინოთ, რა ხდება და როგორი ხასიათების პატრონები ვართ, ხო? ეს ყველაფერი ერთმანეთთან იქნება ნელ-ნელა შერწყმული, იმიტომ კარმებიც, აი ეს ჩაკრებიც, აი ეს ლავრებიც, აი ეს კლაშები, ეს ყველაფერი ერთი ატმოსფეროა, ერთი სფეროა, სამედიცინო კუთხე, თეოლოგიის კუთხე, მეტაფიზიკის კუთხე, ეს ენერგიების გაცვლა, გამოცვლა, როგორ ხდება ეს ადამიანებზე, ხო? ეს ყველაფერი აბსოლუტურად ერთი სფეროა, იმიტომ რომ ბიოენერგეტიკული როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ და ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ აი მე ახლა ავიღე ეს ფურცელი და მე უკვე შემიძლია რომ შევეხო და აი ამ უხილავ სამყაროს თქვენ ხო ვერ შეეხებით, ხო? თქვენ მარტო შეიძლება მოусმინოთ, თქვენ მარტო შეიძლება გაარკვიოთ რა ხდება, მაგრამ ისიც რაღაცა ეჭვის დონეზე გქონდეთ. კი ინფორმაციას იღებთ, ირკვევა ეს ინფორმაცია, მაგრამ მაინც ეჭვის დონე გრჩებათ. დამიჯერეთ, რომ ეს ბიოენერგეტიკული კუთხე არის ყველაზე სათუთი კუთხე. ჩვენ გავდივართ, ჩვენ ვეხებით, ჩვენ არ ვეხებით, მაგრამ ჩვენს უკან არის კოსმოსი, რომელიც როგორც ჩვენი დანაშაულები არ გვპატიობს. შეიძლება მიხვიდეთ ეკლესიაში, ცოდვები მოინანიოთ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ადამიანის ფსიქოლოგიაში დასაწყნარებლად. მაგრამ იცოდეთ, თუ რამეს ვაკეთებთ, არაფერი არ იმალება. ეგ მიდის კოსმოსში და კოსმოსში აბსოლუტურად არაფერი არ პატიობენ. ეცადეთ, რომ ვიცხოვროთ სწორედ. ყოველთვის ყველაფერი სწორი არ იქნება და ლამბაგზე არ იქნება, მაგრამ ვეცადოთ, რომ სწორი ვიცხოვროთ. რა არის კიდევ რეინკარნაცია? ვინ მოდის 15, მე რო ვამბობდი 15 რეინკარნაცია არსებობს, ვინ შედის ამ 15 რეინკარნაციაში? მე-14, მე-13, მე-14, მე-15 რეინკარნაცია. გასაფრთხილებლად ვამბობ. მე-13 რეინკარნაცია ძალოვანი სტრუქტურები, რომელიც დაბლით ამხარე, ეს პოლიცია, ეს დაბლით ამხარე. მე-14 რეინკარნაციაში ეს ადვოკატები და პროკურორები, მე-15 რეინკარნაციაში მოსამართლეები. სადაც თუ ჩვენ მე-15 რეინკარნაცია და ჩვენი ეს არის მისია, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ, ყველაზე ცუდი რამ შეიძლება მოხდეს გარდა ჩვენი თავისა, ჩვენი მომავალი შვილი თაობისა. აი ეს არის რეინკარნაციული ყველაზე მძიმე. აი შეიძლება ჩვენ ვიცხოვოთ პირველი რეინკარნაცია, მეორე, მესამე, მეოთხე, აი მე-10, მე-6 რეინკარნაციებში, აი ძალოვან სტრუქტურებში როცა ვხვდებით ჩვენ, აქ უკვე არის მე-12, მე-13, მე-14 და
მე-15 რეინკარნაციაში მარტო მოსამართლეები. ეს არის ზუსტი მე-15 რეინკარნაცია, სადაც მე ან მათილდება შენი სული და მე რომ მოხვალ უკვე იქნები ან მათხოვარი, ან კიდე რაღაცა მოგივა, ხო, 5 წლის, ან 6 წლის, ან 15 წლის, ან 16 წლის ასაკში. და მე იტყვიან რა დააშავა. რა დააშავა, იმიტომ წინა ცხოვრებაში არასწორი ნაბიჯები გადადგი. აი აქედან გამომდინარე, მაინც ყურადღება მოაქციეთ ჩემ ლაპარაკს, იმიტომ რომ კიდევ მე-13, მე-14 და მე-15 რეინკარნაცია არის ძალიან მძიმე რეინკარნაციები, რომელიც უნდა აუცილებლად ჩვენ ყური ვადევნოთ და ვადევნოთ ჩვენ საქციელებს. მაგალითად, ავიღოთ, რომ თუ არასწორი განაჩენია გამოტანილი ან კიდე რაღაცა და თქვენივე სულმა იცის, რომ თქვენ არასწორად გამოიტანეთ, მაშინ თქვენვე უნდა პასუხი, იმიტომ კოსმოსის შემდეგ თქვენ ახართ. იმიტომ თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ სიტყვაზეა დამოკიდებული. ეს ჩემი პირადი რჩევა, როგორც კარმული ზიანთან არის დაკავშირებული. და თუ თქვენ გააკეთეთ ყველაფერი კარგად, თქვენ ბრწყინვალე მომავალი გელოდებათ შემდეგ უკვე პირველ რეინკარნაციაში, მე-3 და მე-4 და მე-5, ან კიდე ჩვენ უკვე გადავდივართ სხვა ეტაპზე გადავდივართ, რომელიც უკვე იქნება ძალიან ნათელი და კარგი და ვინც ახლა არ შეასრულებს ამას, ეს მერე უკვე თვითონ მოიმკიბს თავისი გზაზე, რაც უნდა. ეს არის რაც ქვია რეინკარნაციასთან დაკავშირებით. შეცდომები არ უნდა დაუშვათ. რაც ჩვენ გულმა არ გვეუბნება, რაც ჩვენმა აზრებმა გვეუბნება, რომ სწორია, ის უნდა გავაკეთოთ. რაც არა, უნდა ვუარყოთ და უფრო უკეთესია დავკარგოთ ადგილები, ვიდრე მე 7 გზა და 7 წყევლა, რომელიც წყევლა უნდა ასრულდეს მე აი ამ რეინკარნაციის კუთხით. და ეხლა ადვოკატებზე და იმათ კიდე აქვთ სარეინკარნაციო კიდე ისა, პროკურორებსაც კიდევ ერთი რეინკარნაცია აქვთ, რომელიც შეუძლიათ რომ ის აიმარტო აი ამ კუთხეს არ აქვს სხვა გზა. არის ეგეთი კიდევ ჩემო მეგობრებო, აი ეს თემა, ისეთი მძიმე თემაა, რომელიც აი კარმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან საფიქრებელია და ძალიან საყურადღებოდ არის. რომ ყველაფერი გავაკეთოთ სწორედ და არ ვავნოთ მარტო ჩვენ თავს არა, ჩვენ 7 თაობას არ ვავნოთ. გავჯიუტდებით, ვიფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, იმიტომ რომ ყოველდღიურად ჩვენ შევხვდებით და ზარგესავით ჩვენ წინ დაგვიდგება. შემდეგ გადაცემებში მე გთხოვთ, რომ თქვენ მომწეროთ თქვენი აზრები, გთხოვთ, რომ მომწეროთ რა საკითხზე გნებავთ. მე კი მაქვს ახლა საკითხი, რომელიც იქნება ბავშვებზე. ხო, როგორ უნდა ბავშვებთან თაობაზე, ბევრი შეკითხვები მაქვს მოსული, მაგრამ თქვენ თუ მოგინდებათ ახალი შეკითხვები მომეცით, მეილზე მოგწერეთ ჩვენა, რომ ჩვენ გავაკეთოთ უფრო გავშალოთ თემა ამ კუთხით. იმიტომ რომ ეხლა იყო თემა, რომელიც თვალზე იყო გამახვილებული და კარმებთან მეკითხებოდნენ კარმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ შემდეგ გადაცემაში მინდა რატო ხდება ადამიანი ავად და ბავშვებზე გამახვილება გავაკეთოთ, რატო ხდებიან ავად. და თუ თქვენ გაქვთ კიდე უფრო კარგი თემა, რომელიც თქვენ გინდათ, რომ თქვენ მე შემეკითხოთ, აუცილებლად ან Facebook გვერდზე, TV+-ის გვერდზე და მეილზე მოგწერეთ და ეს თემა აუცილებლად გაიშლება და აუცილებლად პასუხს გაგცემთ თქვენ. შეგიძლიათ რომ შემდეგი თემებზე შეგვიძლია რომ ჩვენ დავპატიჟოთ სტუმრებით ყავდეს ჩვენ აქ ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდეს
და გთხოვთ, რომ თქვენც ყველანი ჩაერთოთ ამ გადაცემაში, იმიტომ რომ ადამიანს ბევრი შეკითხვები აქვს ყოველთვის, შეიძლება პირდაპირ არ უნდა თქვათ, შეგიძლიათ ფარულად მომწეროთ მესენჯერში და ამ თემას მე გავშლი. არის ოჯახების თემები, არის ძალიან ბევრი ისეთი თემა, რომელიც იქნება საინტერესო ყველასთვის და თქვენთვისაც იქნება საინტერესო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ჩემო ძვირფასებო. მინდა დავამთავრო დღევანდელი დღე. ღმერთმა არ მოგიშალოთ სიკეთე და ბედნიერება, მალე უკვე ჩვენ გვექნება უკვე ბზობა. მე მინდა რომ თქვენ მოგილოცოთ ბზობის დღესასწაულს, სიკეთე ბედნიერება და ჯანმრთელობა გქონდეთ, ჩემო ძვირფასებო. და შემდეგში კიდევ მინდა ვილაპარაკო მე ფერებზეც, როგორ უნდა ჩავიცვათ, რა უნდა გავაკეთოთ და მე მგონი იქნება ძალიან საინტერესო გადაცემა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.